მაშასე, დღევანდელი ვიდეოს თემაა 5 ყველაზე უცნაური კონტროლერი ვიდეო თამაშებისთვის. დავიწყოთ. GameStick, სათამაშო კონტროლერი, რომელიც ამავდროულად არის კონსოლიც. GameStick-ის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ კონტროლერი, რომელიც ამავდროულად იქნებოდა კონსოლიც. GameStick-ის შიგნით მოთავსებულია პროცესორი AIM-Logic 8726 MX, 1 GB ოპერატიული მეხსიერება და 8 GB მუდმივი მეხსიერება. ასევე აქვს უკაბელო კავშირის მოდულები და დაყენებულია ოპერაციული სისტემა Android Jelly Bean. აღსანიშნავია, რომ ამ კონსოლზე ყველა თამაშის თამაში ვერ შეგეძლებათ. მისი ფასი კი დაახლოებით $80. Super Angry Birds, გაბრაზებული ჩიტების მართვის პულტი. Angry Birds და მისი შემქმნელები არიან სათამაშო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტები. ასობით მილიონი ადამიანი თამაშობს გაბრაზებულ ჩიტებს თავიანთ მობილურ მოწყობილობებზე, კონსოლებზე და კომპიუტერებზე. ამიტომაც გასაკვირი არაა თუ რატომ შეიქმნა რეალური პულტი. კონტროლერის Super Angry Birds შედგება ორი ნაწილისგან. პირველი არის ქვემეხი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ შურდული. მეორე არის დეტონატორი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ააფეთქოთ ან ჩამოაგდოთ ბომბები. Power AIMOGA, სათამაშო კონტროლერი smartphone-ისთვის და პლანშეტისთვის. პრინციპში smartphone-ზე ან პლანშეტზე თამაშისთვის აუცილებელი არ არის რაიმე დამატებითი კონტროლერები. სენსორული ეკრანი და გიროსკოპი საშუალებას გაძლევთ, რომ შესანიშნავად მართოთ სათამაშო პროცესი. თუმცა მათთვის, ვისაც უნდა უფრო მეტი კომფორტი, გაჩნდა გარე სათამაშო კონტროლერი მობილური მოწყობილობებისთვის. მისმა მფლობელებმა უნდა გადმოიწერონ საკუთარი მობილური მოწყობილობებისთვის სპეციალური აპლიკაცია, MOGA Pivot, რომლის ჩართვის დროსაც საშუალება გაძლევათ გამოიყენოთ მოცემული კონტროლერი. ისიც მართალია, რომ ყველა თამაში ადაპტირებული არაა გარე მოწყობილობასთან სამუშაოდ. ამიტომაც მომხმარებლები Google Play-დან ნახავენ განსხვავებულ ნიშანს, რომელიც მიანიშნებს hard-ის და soft-ის შესაბამისობას. კონტროლერ სავარძელი, სიმულატორ 3D Gyroxus. 3D Gyroxus ეს ალბათ დღესდღეობით ყველაზე დიდი კონტროლერია მთელს მსოფლიოში. ეს არ არის ცალკე გეიმპადი ან ჯოისტიკი, არამედ მთელი სავარძელია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება და შესაძლებლობები თამაშის დროს. ყოველ ჩვენთაგანს უნდა ან მონდომებია, რომ მთლიანად ჩართულიყო სათამაშო პროცესში, დახმარებოდა გმირებს ან ტექნიკას საკუთარი სხეულით, რაც გვაიძულებს ჩვენ, რომ გადავიხაროთ იმ მხარეს, რომელსაც ტელევიზორი გვიჩვენებს. სიმულატორ 3D Gyroxus იდეალურია სარბოლო სიმულატორებისთვის. მოთამაშეს, რომელიც იჯდება ასეთ სავარძელში, თავი ეგონება მანქანის ნამდვილი მძღოლი და თვითონ შეიგრძნობს ყოველ მოსახვევს ვირტუალურ გზატკეცილებზე. სათამაშო კონტროლერი საშინელების მოყვარულთათვის. ყველაზე უცნაური სათამაშო კონტროლერის წოდება მოიპოვა მოწყობილობამ Resident Evil 4. რომელიც განკუთვნილია ბოროტების სავანის მოყვარულთათვის. სხვათა შორის ბოროტების სავანე 4-ის გამოყენება სხვა თამაშებზეც შეგიძლიათ, მაგრამ მხოლოდ იმეებში, რომლებშიც მოგიწევთ მტრის მოკლა ვირტუალური ბენზოხერხით. საბედნიეროდ ეს ხერხი რეალურად არ ტრიალებს, ამიტომ სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისათვის. დღევანდელი ვიდეო 3-ით დასრულდა. იმედი მაქვს არ დაგავიწყდებათ გაითვალისწინოთ თხოვნა, რომელიც ვიდეოს დასაწყისში იყო. მე დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.